სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ უბრუნდებით დაბადების წინს 59 თავს და ეს არის 36-ე ნაწილი, რომელსაც Warren Wiersbe-მ დაარქვა მომავლის მქონე ოჯახი. მოდით წავიკითხოთ ჯერ ეს ბიბლიის თავი, იმიტომ ერთი თავია და შემდეგ გავუყვეთ კომენტარების მოსმენას. დაბადების 59 თავი. მოუხმო იაკობმა თავის ზევს, გასვოთ 52-ე როგორ დამთავრდა, გაგახსენებთ. უთხრა ისრაელმა იოსებს, აი მე ვკვდები, თქვენთან იქნება ღმერთი და დაგაბრუნოთ თქვენი მამების წინაშე, შენთვის მომიცემ მიწის ერთი ნაწილი, წილით მეტი ძმათა წინაშე, რომელიც ჩემი მახვილიდან შულით წავგლიჯე ამორევლებს. და გადავდივართ 59-ზე. მოუხმო იაკობმა თავის ზევს და უთხრა, შეიკრიბეთ და გაუწყებთ. რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. შეგროვდით და ისმინეთ იაკობის ზენო, უსმინეთ ისრაელს, მამა თქვენს. რეუბენ, პირშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა. აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა. მაგრამ წყალივი დაუკვებელი ხარ და ვეღარ აღზევდები, რადგან ახვედი მამა შენი საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი. ნახეთ, ზოგჯერ თქვენობით ელაპარაკება, ხო, განყენებულად მესამე პირში და მერე პირდაპირ პირში იმაშვება, ძალიან ძლიერი არის, ხო? სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი. ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, თუმცა ზიარებულა მათ საკრებულოს, ნუნც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი, რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი. წყევლი მციყოს მათი რისხვა, რადგან დაუდობელია. და გულის წყრომა, რადგან სასტიკია. დავანაწილებ მათ იაკობში და მიმოვფანდავ ისრაელში. იუდა, გაქემენ ძმები, ტრის ხერხემალზე გიდევს ხელი და გეთაყვანებიან მამა შენის ძენი. ლომის ბოკვერია იუდა, ნადალზე აღმართულ ხარ შვილო. წაიხარა, გაწვა, როგორც ხვადი ლომი და როგორც ძულომი. ვინ გაბედავს მის წამოგდებას. არ განშორდება კვერთხი იურდას, არც არ განი მართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და დაემორჩილებიან მას ხალხები. გამოაბავს ვაზზე თავის ჯოჯორს, ლერწზე თავის ფაშატის ნაშიერს. ღვინოში გარეცხავს თავის ტანსაცმელს, ყურძნის სიცხლში სამოსლს. თვალები მისი ღვინოზე უწითლესია, კბილები მისი რძეზე უთეთრესი. ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დამკვიდრდება. ნავსაყუდელთან იქნება სადგომი, ციდონს მისვდება საზღვარი მისი. ისაქარი საპალნეებს შორის გაწოლილი ძვალმსხვილა სახედარია. იხილა რომ კარგია მოსვენება, რომ საამოა მიწა, ტვირთის საზიდად წაუხრია ქედი, ხარკის მუშად იქცა. დანი განსჯის თავის ხალს, როგორც ერთ-ერთი ტომი ისრაელისა. იქნება დანი გველად გზაზე და გესლიან ასპიდად ბილიქზე, რომელიც გესლავს ცხენის ტერფს და უკან გადაექანება მხედარი. შენგან მოველი ხსნას უფალო. მოწყდებიან გაц ურდოები, ის კი თავად მისწვდება მათ ქუსლებს. აშერის პური ნოყიერია, გასცემს იგი სამეფო ნუგბარს. ნაფთალი ფეხმარდი ფურირემია, კაზმული სიტყვების მომცემი. ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან. გალავანზეა გასული მისი ლერწები. გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი. ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი ლოდი ისრაელისა. მამა შენის ღმერთისაგან, რომელიც ქშველის და ყოლა ძლიერისაგან, რომელიც გაკურთხებს ზეციური კურთხევით ზემოდან, უფსკრულში გაწოლილი კურთხევით ქვემოდან. ძუძუთა და საშოს კურთხევით. კურთხევა მამა შენის აღემატება ჩემი მშობლების კურთხევა საუკუნო მთათა მიჯნამდე. იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. მტაცებელი მგელია ბენიამინი, დილით ნანადირებს ჭამს და საღამოს ნადალს იყოფს. ეს ყველანი ისრაელის 12 ტომია. ეს იყო, რაც უთხრა მათ მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითეული თავისი კურთხევით აკურთხა და უანდერძა მათ. მალე შეუერთები ჩემს ხალხს და დამგრძალეთ ჩემს მამებთან ღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის ველზეა. ღვიმეში, რომელიც მახბელას ველზეა, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში. მინდორზე, რომელიც აბრაამა იყიდა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად. იქ
დაკრძალეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დაკრძალეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავგრძალე მე ლეა, ეს ველიდან ღვიმე, რომელიც იქ არის ხეთის ზეთაგანა ნაყიდი. დაასრულა იაკობმა ანდერძი თავისი ძეებისათვის აკრიბა სარეცელზე ფეხები, აღესრულა და შეუერთდა თავის ხალს. და მე ეცეთ ყურადღება იქ სამარხში რახილი არ არის. გახსოვთ რახილი გზაზე გარდაიცვალა და იქ დამარხავენ რახილს, მის საყვარელ ცოლს. ეხლა ჩვენ შევუდგებით იმ კომენტარებს და მიექცეთ ყურადღება რა კარგი ისტორიული პატარა მოგზაურობას გავივლით. და თუ ვისაც არ აქვს წაკითხული, შემდეგ მოვლენები, რომელიც ახდება, ის პარალელებიც არის მოყვანილი, ესე რომ შეგიძლიათ რომ მოინიშნოთ პარალელები და ჩაიხედოთ მერე, რათა უფრო გამყარდეთ ამ ცოდნაში. ერთ-ერთი შესანიშნავი თავია, მე თუ მკითხავთ, ეს დაბადების 59 თავი, რომელსაც მერე მსგავსი დალოცვები ექნება მოსესაგან და ნახავთ როგორი პარალელებიც არის მანდ. ესე იგი, ნაწილი 36 დაბადების 59 მომავლის მქონე ოჯახი, ესე დაასათაურა ბატონმა უორენმა ეს თავი. დაბადების 59 თავს, როგორც წესი, უნდა ერქვას იაკობი აკურთხებს თავის შვილებს. მაგრამ იაკობა სიტყვა აკურთხოს მხოლოდ იოსებთან მიმართებაში გამოიყენა. და ნახეთ ჩვენ, ხო? მაგრამ 28 მუხლში უკვე სამჯერ გვეუბნებიან, რომ იაკობის სიტყვები კურთხევა იყო ყველა ვაჟებისათვის და წინასწარმეტყველის გაგებით ისინი ნამდვილად ასე იყო. რადგან იაკობმა გამოაცხადა ის, თუ რას ამზადებდა უფალი ამ ძმებისთვის მომავალში და ამ ტომისთვის და საერთოდ ისრაელისთვის მომავალში. მაგრამ იაკობის კურთხევა გაცილებით უფრო მეტი იყო. ერთხრივ იაკობის სიტყვები იყო გამოცხადება ადამიანური ხასიათისა და ქცევის, ასევე ღვთაებრივი განზრახვების შესახებ. სამმა ვაჟმა შეიტყო, რომ მათ მიერ წარსულში ჩადენილმა საქციელმა მათ მომავალ მემკვიდრეობაზე დიდად იმოქმედა და მისთვის ასევე ძვირფას საფასურიც გადახდა, ძვირი საფასურიც გადახდა მოუწევდათ. იცით ხომ ეს სამი ვაჟი, რეუბენი, ლევი და სიმონი. რადგან ჩვენ ყოველთვის ვიმკით იმას, რასაც ვთესავთ. გახსოვთ გალატელთა წერილის მე-6-ს მე-7 თავი. გახსოვთ მე-6 თავის მე-7 მუხლი. ვიმეორებ, ადამიანი რასაც თესავს, იმას მოიგვის და ღმერთი დასაგმობი არ იქნება. მაგრამ კიდევ ერთი რამ იყო სიმართლე. იაკობის წინასწარმეტყველის სიტყვები ალბათ დიდად გაამხნევებდა მის შთამომავლებს ეგვიპტეში ტანჯვის რთულ პერიოდში და ასევე შემდეგ მოსეს დროს უკვე უდაბნოში ხეტიალის დროს. იაკობმა თითოეული ტომი დაარწმუნა აღთქმულ მიწაზე მომავალი ადგილის პოვნაში და ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. მაგრამ უფრო მეტიც, იაკობის უკანასკნელი რწმენის დამოწმებაში და ჩვენებაში თქვენ აღმოაჩენთ მშვენიერ გამოცხადებას მოწყალე უფლის შესახებ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ზრუნავდა თავის სახურზე. ასევე არის გამოცხადება მესიის შესახებ, რომელიც ღმერთმა იაკობის ხალხს აღუთქვა. იაკობის ამ სიტყვებში თქვენ შეხვდებით შილოს, ხსნას, ძლიერს, წყემს და ქვას და ყოვლის შემძლეს, რომლებიც ყველა ჩვენს ხსნელზე, იესო ქრისტეზე მიუთითებენ. როდესაც იაკობი მათ მიმართავდა, ვაჟების დაბადების თანმიმდევრობას მიყვებოდა, დაწყებული ლეას 6 ვაჟით და დამთავრებული რახელის 2 ვაჟით, იოსებითა და ბენიამინით. პირველი არის ლეას ვაჟები. ღმერთმა იაკობს 6 ვაჟი მისცა ლეასაგან, ცოლისაგან, რომელიც მას არ სურდა. გახსოვთ ხო? ლაბანმა როგორ შეუცურა და როგორ მოატყუა ის ეგონა რახელთან შედიოდა. ის გამორჩეული იყო იმით, ლეა ესე იგი, რომ ის იყო ლევის დედა. იცით ლევის ტომი, რომელმაც დაარსა სამღვდელო ტომი და იუდასი, რომელიც იყო სამეფო ტომის მამა, საიდანაც იესო ქრისტე გამოდის. პირველი რეუბენი ამ შვილებში. იაკობმა პირდაპირ ესაუბრა რეუბენს თავის უფროს ვაჟს, მაგრამ ის რაც მან თქვა, არც ისე ძალიან კომპლიმენტის ხასიათს ატარებდა. ძველი ცოდვა, რომელიც მან ჩაიდინა, საბოლოოდ რეუბენს წააწყდა და მან დაკარგა თავისი პრივილეგიები, როგორც პინშოსი. ახლა მიუხედავად ამისა, ვორენ რუისმა რო არა თქვა, ხომ? ნახეთ პირველი დაწყება რეუბენის, მაინც ნახეთ რა კარგად შეაქო, ხო? მან და ძალიან კარგად იმასაკნა. და ჩვენც ესე ნახეთ, რეუბენ პინშო ხარ ჩემი ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალის, აღმატებულება ღირსებისა, აღმატებული ძლევამოსილებისა. ხედავთ? ერთი მუხლი მან ხო მიუგზავნა დადებითად
აი ეს არის ვორენ ბრუსი რატო არ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ მეორეში, იმიტომ რომ რეუბენმა გარკვეული ისიც გამოიჩინა იოსებთან მიმართებაში, ხო? გახსოვთ გულმოწყალება, იმის შემდეგ რაც ცოდვა ჩაიდინა. ნახეთ, მაგრამ მერე იწყება, მაგრამ წყალივი დაუკვებელი ხარ და ვერ აღზევდები. ესე იგი, იმას აღიარებს იაკობი, რომ ეს უფროსი და პირშო იყო და მისი ღირსების მარჯვენა იყო, ანუ ძალიან სიყვარულით უყურებდა, როცა გაჩნდა ის. მაგრამ მერე ნახეთ, რაც ემართება, ეს არის. ესე იგი, ძველი ცოდვა როგორც ვიჩვენე, იაკობმა ეს კურთხევა იოსებსა და მის ორ ვაჟს მისცა. იცით ხომ, რომ ეს პირშოობა უკვე გადადის იოსებზე და მის ორ ვაჟზე. როგორც იაკობის პირშო, რეუბენი უნდა ყოფილიყო ძლიერი და ღირსეული კაცი, რომელიც პატივს მოუტანდა მამამისსა და მის ოჯახს, მაგრამ ის სუსტი კაცი აღმოჩნდა, რომელმაც შეარცხვინა ოჯახის და მამის საწოლი შებილწა. წყალივი დაუუკებელი, რაც იაკობი ახსენეს, საუბრობს მის არამდგრადობაზე, ასევე მის სისუსტეზე. რეუბენის ამპარტავანი დამოკიდებულება და უგუნური ცხოვრების წესი არ შეეფერებოდა იაკობის პირშოს. წყალი, რა თქმა უნდა, თავისთავად სუსტია, მაგრამ ღელვარე წყალმა შეიძლება ძალიან დამანგრეველი შედეგები მოიტანოს. ძნელია წმინდა წერილში იპოვოთ რეუბენის ტომის რომელიმე წევრი, რომელიც გამოირჩეოდა როგორც ლიდერი. მისი ტომის რიცხვი დიდად შემცირდა გამოსვლასა და აღთქმულ მიწაზე შესვლას შორის. ჩვენ ამას რიცხვთა წიგნის პირველ თავებში კითხულობთ და მეორე თავშიც 26-შიც არის აღსჩენილი. მან რიცხობრივი რაოდენობით მე-7 ადგილიდან, თავიდან თუ მე-7 ადგილი ეჭირა, მე-9-ზე გადაინაცვლა. დათანი და აბინამი იყვნენ რეუბენელები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ კორახის აჯანყებას, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გახსოვთ ეს უკვე რიცხვთა წიგნში ჩვენ ხვდებით მე-16 თავში ამას, როცა მოსეს აუჯანყდებიან. მოსესა და არონს. რეუბენის ტომი დასახლდა იორდანის აღმოსავლეთ მხარეს, გადის ტომთან და მენაშეს ნახევარ ტომთან ერთად. გახსოვთ მათ რომ მოეწონათ ეს სარწყავი არ გადავიდნენ და თხოვეს რომ დარჩენილიყვნენ, ხედავთ, რადგან იქაური მიწა კარგი იყო მათი ცხრისა და ნახირისათვის. რეუბენის ჯარმა არ გაითვალისწინა დებორასა და ბარაკის მოწოდება, როდესაც ისინი ქანაანელს ებრძოდნენ, რაც აღწერილია მსაჯულების წიგნის მე-5 თავში. როგორც ჩანს, მათ არ ქონდათ ბრძოლაში შესვლის მტკიცე გამბედაობა, მაგრამ წლების შემდეგ მათი ჯარისკაცები გაგზავნეს დავითის დასახმარებლად ხებრონში. ეს უკვე პირველ ნეშტაში ვკითხულობთ მე-12 თავში. ხედავთ, ესე იგი, ბიბლია არ მალავს თუ რამე ადამიანება და ადამიანების ჯგუფმა რაღაცა კარგი გააკეთეს ან ცუდი გააკეთეს და ყველაფერი ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ამიდან გამოვიტანოთ და მივიტანოთ სმენელამდე. შემდეგი ძმები არიან სიმეონი და ლევი. რეუბენის ძვირადღირებული ცოდვა იყო ვნება, მაგრამ სიმეონი და ლევი დამნაშავეები იყვნენ რისხვაში და ძალადობაში. გახსოვთ შექებელების უკონტროლო ხოცვა ჟელეტაში, რომელიც დაბადების წიგნის 34 თავში წავიკითხეთ, როდესაც შექემელი პრინცი თავის ამათ დას, დინას, ესეც დინაც ლეადან იყო და დინას დალოცვა არ არის, რა თქმა უნდა, ხო? და დინა ლეასგან იყო, მათი და იყო და მასი გაუპატიურება არ აპატიეს. მართალია რომ სწორი იყო შურიზება მათი დის, დინას გაუპატიურებისათვის, მაგრამ არ იყო აუცილებელი უდანაშაულო ადამიანების თელი ის ამოწყვიტეს, ხო იცით? ადამიანების განადგურება მხოლოდ საკუთარი შურიზების სურვილის დასაკმაყოფილებლად. ამიტომაც სახიფათო იყო მათ თათბირზე ყოფნა და ღმერთმაც დასაჯა ეს ორი ტომი, რომ ვერან შეძლებდა მათ შეკრებას ან მასთან ერთად რაიმეს გაკეთებას მათთან ერთად. სიმეონის ტომი საბოლოოდ იუდას ტომს შეუერთა, ამას იესონავეს ძესთან წავიკითხოთ მე-19 თავში და ლევის ტომს მიეცა 48 ქალაქი საცხოვრებლად, რომლებიც მიმოფანტული იყვნენ მთელ ქვეყანაში. სხვადასხვა ტომებში 48 ქალაქი იყო ლევის, ესე ვთქვათ, დასასახლებელი ქალაქები, ცალკე ტერიტორია მათ არ ქონიათ და ეს იყო სამღვდელო ტომი. მართლაც ეს ძმები იაკომში დაქუცმაცდნენ და ისრაელში გაიფანტნენ, რაც იაკობმა მამამ იწინასწარმეტყველა მათზე. შემდეგი არის იუდა. იაკობმა რეუბენის, სიმონისა და ლევის ცოდვები წარმოაჩინა, მაგრამ არაფერი უთქვია იუდას წინადადებაზე, რომ ძმებს იოსები მონად გაეყიდათ. გახსოვთ ხომ 37 თავში, რომ როდესაც მოკლას უპირებენ და ჭაში ჩააგდებენ დროებით, ხომ ძმები იუდა წინადადებით მოდის, რომ გაყიდონ. შეიძლება ეს მისი მხრიდან იყო გადარჩენა, ხო? ეხლა ამას ვორენ ბრუსი არ ამბობს, რომ ჩვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს იყო მის მხრიდან გადარჩენა, მაგრამ მაინც გაყიდვის იდეა არ იყო და ეს არ გაუხსენა თავის სიტყვაში
იაკობმა. იმიტომ მოუყვებოდნენ, ყველაფერს მოუყვებოდნენ დეტალურად მამამ. ის მერე როცა აღიარეს უკვე ეს ცოდვა და გამოაშკარავდა რომ იოსები ცოცხალი იყო. მაგრამ აქ იაკობი ამაზე არაფერს არ აუს. იაკობმა ახლა გააცნობია რომ იუდას ქმედებამ სულ მცირე იოსების სიცოცხლე გადაარჩინა და ეგვიპტეში მიიყვანა, სადაც ღმერთს მისთვის საქმე ჰქონდა შესასრულებელი. იაკობმა ასევე არაფერი თქვა იუდას თამართან ჩადენილ ცოდვაზე, ეს 38 თავი გამორჩეული თავი გახსოვთ ხომ? ჩანართივით რო იყო გაკეთებული, ესე იგი არაფერი არ თქვა ამაზე. იაკობის შეფასება იუდას მიმართ თანდათან გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იუდამ თავი ბენიამინის თავდებად შესთავაზა და რა თქმა უნდა იოსებმა იაკობს უამბო იუდას თანაგრძნობის შესახებ მისი უმცროსი ძმის სახელით. როდესაც იაკობი და მისი ოჯახი ეგვიპტეში გადავიდნენ. იაკობმა იუდა გააგზავნა, რათა საქმე მოემზადებინა 46 თავში წავიკითხეთ და უკვე ლიდერის პოზიციაზე გვევლინება იუდა. იუდამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ მან ასევე გამოასწორა ზოგიერთი რამ მამასთან და ოჯახთან დაკავშირებით და რომ ჩვენ ნახეთ რა განსხვავება იყო მასსა და იმ სამ უფროს ძმას შორის, ხომ? სახელი იუდა ებრაული სიტყვა ქება ძალიან გვანან ერთმანეთს და იუდა მართლაც შეესაბამებდა მის სახელს. მან დაარსა სამეფო ტომი, რომელმაც ისრაელს მისცა მათი მეფეები, რომელთაგან ზოგიერთი ღვთისმოსავი ლიდერი იყო და რომელმაც საბოლოოდ მოიყვანა იესო ქრისტე. გახსოვთ ებრაელთა წერილის მე-7:14. იუდა იყო დამყრობელი და მართველი ტომი და ერთგული დარჩა თავისი დავითის ხაზის, როდესაც ერი გაიყო. გახსოვთ სოლომონის შემდეგ, უკვე მისი ძე რომ მოდის რობოამი, უკვე გაიყოფა და იერობოამი იქნება იქითა მეფე, რომელიც აუმხედრდება ჯერ სოლომონს და მერე იერობოამი და რობოამი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, გახსოვთ ხომ? და მოხდება ერის გაყოფა. რადგან ღმერთმა იუდა სამეფო ტომად დანიშნა, ლოგიკური იყო ამ ტომის ლომთან, ხეთსთა მეფესთან გაიგივება. იხილეთ აგრევე რიცხვთა წიგნში ესეა ეზეკიელში მე-19 თავში, მიქა მე-5, გამოცხადება მე-5 თავში. იაკობმა იუდა შეადარა ლომის ბოკვერს, ნახეთ, ხვად ლომს და ლომის ძუს, სამივე ტიპის ლომს. ბოკვერი, ხვადი ლომი და ლომის ძუ. გახსოვთ ხო, რუსთაველიც შვილი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. ვინც არის ის ხომ, ხვადი ლომი ეს არის მამრი და ძუ ლომი ეს არის მდედრი. ვინ გაბედავდა ლომის გაღვიძებას, რომელიც ნანადირევით კვების შემდეგ ისვენებს, ან ლომის ძუს, რომელიც თავის ბოკვერებს იცავს? მეათე მუხლში მოხსენიებული სახელმა შილო მრავალი ინტერპრეტაცია და ვარაუდი გამოიწვია, მაგრამ ყველაზე გონივრული ის არის, რომ ეს მესიას ეხება. რიცხვთა წიგნი 24-ში ესეა შილო. ფრაზა შეიძლება ითარგმნოს როგორც სანამ ის მოვა, ვისი უფლებაც არის. კვერთხი ანუ მმართველობა, რადგან სიტყვა შილო ნიშნავს ვისი არის. ძველი რაბინული მეცნიერები შილოს აღთქმული მესის სახელად მიიჩნევენ, რომელსაც მხოლოდ ღვთის ხალხზე, ისრაელზე ექნებოდა მმართველობა დავალებული. მე-12 მუხლებში აღწერა, რა თქმა უნდა, სცილდება იუდას დროს და საუბრობს სამეფო ეპოქის კურთხევებზე, როდესაც მესია ისრაელზე იმეფებს. ძველი აღთქმის დროს არავინ არ გამოიყენებოდა რჩეულ ვაზს ვირის დასამაგრებლად, მისამმელად, რადგან ასეთი ქმედება ნამდვილად გაანადგურებდა ვაზს, მოგლიჯავდა ხომ? ვირი, წარმოდიეთ ახლა ვაზი როგორ დაიჭერდა ვირს, სახედარს ხომ? სავარაუდო ცხოველის დაკარგვასაც გამოიწევდა. არც კაცის ცოლი დახარჯავდა მის ძვირფას ღვინოს, მაშინ ტანსაცმლის გარეცხვით. ეს არის ჰიპერბოლის ენა, ჰიპერბოლური ენა, ხო? ეს ხატოვანი ენა, ანალოგიების ენა. ის აღწერს ისეთ მდიდარ მიწას, ისეთ აყვავებულ ხალხს, რომ მათ შეეძლებათ ჩაიდინონ ეს აღმაშფოთებელი საქმეები და არინერულ შედეგებზე. გესმით, ეს უბრალოდ აღწერა არის იმ ყოფის, რომელიც წინელის ისრაელს, ხომ, 1000-წლეული სამეფო. სამეფოს ეპოქა, ესე იგი 1000-წლეული სამეფოს ეპოქაში, როდესაც მესია იმეფებს, ხალხი დატკბება ჯანმრთელობითა და სილამაზით, რადგან ადამიანის სიცოცხლის დამანგრეველი მტრები განადგურებულები იქნება. შემდეგი არის ზებულონი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ზებულონის ტომი პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე არ იმყოფებოდა დასახლებული, მას ზღვასთან გასასვლელი საკმარისად ახლოს მდებარე მიწა მიენიჭა, რადგან საქონლის ტრანსპორტირება ხალხისათვის მონგებიანი ყოფილიყო. ზებულონი მდებარეობდა მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც გასაყიდ საქონელს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან გალილეის ზღვამდე და დამასკომდეც გადაიტანდა. მოსემ თქვა, მე-19 მუხლი არის ეს 33 მეორე ჯულის 33 თავის მე-19 მუხლში ესეთ რამეს ამბობს მოსე.
როდესაც ლოცავს დაუძახებენ ხალხებს მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის შესაძლს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს ზებულონზე და ქვიშაში ჩაფლულ საგანძურებს. ხედავთ? ეს არის მეორე რჯულის 33-39, როდესაც მოსეც ანალოგიურად ლოცავს ამ რა ქვია შვილებს, ხო, ამ ტომს, ისრაელის 12 ტომს. და ასევე იესო ნავეს ძის მე-19 თავში ჩვენ ვკითხულობთ ზუსტად ანალოგიურად თუ სად დასახლებიან და როგორ განაწილდა მიწები მაგ დროს. ძირითადად ებრაელები არ იყვნენ ზღვაოსანი ხალხი, მაგრამ ზებულონის ტომი ვაჭრობდა მათ აღმოსავლეთ ცხოვრებ ფინიკიელებთან და იმპორტირებული საქონლით ამარაგებდა დასავლეთში მცხოვრებ ასევე ხალხებს. მათ დასავლეთით მცხოვრებ ხალხებს. თუმცა ისინი ასევე მამაცი ხალხი იყვნენ, რომლის მეომრებსაც შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდათ. ასევე პირველ ნეშტა წიგნში მე-12 თავში ვკითხულობთ ჩვენ ამას. დებორამ და ბარაკმა აქეს ზებულონის კაცები სისერასთან ბრძოლისათვის. მსაჯულების წიგნის მე-5 თავში ვკითხულობთ ამ ისტორიას. ელონი ერთ-ერთი მსაჯული იყო ამ ტომიდან, შემდეგ როდესაც მსაჯულები წიგნი მთავრდება, ხო, იქ არის აღწერილი უკვე პატარა დროით მსაჯულები რომლები იყვნენ და აქედან ესე იგი ზებულონის ტომიდან იყო ელონი. მე-12 თავში მსაჯულების ვკითხულობთ ჩვენ. მის შემდეგ ელონ ზებულონელი განსჯიდა ისრაელს. მე-12 თავის საჯულების მე-11 მუხლში ვკითხულობთ. მის შემდეგ ელონ ზებულონელი განსჯიდა ისრაელს. 10 წელიწადს საჯულობდა იგი ისრაელში. მოკვდა ელონ ზებულონელი და დაიმარხა იალონში, ზებულონის მიწაზე. ნახეთ 10 წელიწადი, ხოლო როცა იყო მსაჯულები ზოგი 40 წელი და მგონი მეტი იყო ისრაელის საჯულების წიგნში, რომელიც 300 წელის პერიოდი არის ბიბლიაში აღწერილი. შემდეგ არის ისაქარი. ისაქარის ტერიტორია მდებარეობდა ნაყოფიერი ისრაელის ველის აღმოსავლეთის ბოლოში. იესო ნავეს ძე ისევ მე-19 თავში გადმოგცემს ამას. მოქცეული იყო ზებულონსა და იორდანეს მდინარეს შორის. საჯული თოლა ისაქარიდან იყო. საჯულების წიგნში მე-10 თავში. ისაქარის ტომის ხალხი ასევე სისერას წინააღმდეგაც იბრძოდნენ, ესეც საჯულების მე-5 თავში გითხულობთ. დავითსა და დავით მეფეს ამ ტომიდან, ხომ? ესე იგი ისაქარის ტომიდან. ყავდა ჯარისკაცები, რომლებმაც იცოდნენ კარგად დროის შესახებ და იცოდნენ თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ამას პირველი ნაშთა წიგნის მე-12 თავი გადმოგცემს. ამ ტომის ბევრი მამაცი იყო ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვირს სახედარს, ხომ, სამარცხვინო მხეცად მივიჩნეთ, მაგრამ ძველი აღთქმის დროს თავად მეფეები ვირებზე იყვნენ ამხედრებულები, ხომ? იმიტომ რომ ცხენების ყოლა ღმერთისგან აკრძალული ქონდა ისრაელს. იცით ხომ ეს მითითებაც იყო. მესამე მეფეთა წიგნების პირველ თავში კითხულობ ჩვენ ამას. დაბადების 59 თავში მე-14 მე-15 მოხსენიებული ძლიერი ხალხი, რომელსაც არ ეშინოდა ტვირთის ტარების. ნახეთ? ესე იგი ეს ამ ხალხს ტვირთი ეტარებინათ არ ეშინოდათ და არ იყო მათთვის ეს რაღაც სათაკილო. ისააქარი შრომის მოყვარე და მიწისადმი ერთგული ხალხი იყო. ისინი კმაყოფილები იყვნენ თავიანთი ხვედრით და მაქსიმალურად იყენებდნენ მას. ამ ტომა არ უშვა ისრაელს დიდი გმირები, მაგრამ მათი ყოველდღიური შრომა სხვებისათვის დახმარება იყო. ბოლოს და ბოლოს ისრაელში ყველა არ იყო მოწოდებული, რომ ყოფილიყო იუდა ან და იოსები. ლეას 6 ვაჟიდან 3 დაკარგა ღვთის საუკეთესო კურთხევა ცოდვების გამო. ესენი იყვნენ რეუბენი, სიმონი და ლევი, როგორც წავიგითხეთ. ისინი გვახსენებენ, რომ სიწმინდე და თავშეკავება აუცილებელია ღვთისმოსავი ხასიათისათვის. ზებულონი და ისაქარი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომელთა ტომებიც სხვებს ემსახურებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით არ იყვნენ ცნობილი თავიანთი გმირობებით. ასევე ჩვენც დღეს გვჭირდება ფერმერები, მოვაჭრე ხალხი, მუშები, თუ გინდა რომ ჩვენი ცხოვრების მექანიზმი შეუფერხებლად მუშაობდეს. და ბოლოს მხოლოდ ერთი ვაჟი იუდა იყო გამორჩეული თავის ძმებს შორის. სამეფო ტომი, რომელმაც დაამარცხა მტრები და შუა მეფეები, მათ შორის მეფეთა მეფე იესო ქრისტე. შემდეგ არის ბილჰას ვაჟები. ბილჰა რახელის მხევალი იაკობს მიეცა, რათა მისთვის შვილები გაეჩინა, რადგან რახელი იმ დროს უშვილო იყო. გახსოვთ ხომ ეს ისტორია. პირველი შვილი იყო ბილჰასგან დანი. სახელი დანი ნიშნავს განსჯას და მის ტომს შეეძინა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსაჯული სამსონი. გახსოვთ სამსონის ისტორია, აღწერილია მსაჯულების წიგნის და ყველაზე დიდი ადგილი სამსონის ისტორიას უკავია მსაჯულების წიგნში. 13-დან 16 თავის ჩათვლით. დანის ტომს მიეცა ნაყოფიერი მიწა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა.
ფილისტიმთა ტერიტორიაზე იყო ეს განლაგებული. იესო ნავეს ძის წიგნი 19 თავი გადმოგცეს მაგას, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მთლიანად ფილისტიმელების განდევნა. მეტი მიწის მოსაპოვებლად ისინი ჩრდილოეთისკენ გადავიდნენ და დაიპყრეს ლაიშის ხალხი და მათი მიწა წაიღეს. ამას უკვე ჩვენ საჯულების წიგნის მე-18 თავში წავიკითხავთ. და ასევე იესო ნავეს ძეს 47 თავში. დანის გველთან ასოცირებით იაკობმა გამოუვალია თავისი ზაკრულინება, მისი ჩვევა და მტრებზე მოულოდნელი თავდასხმების განხორციელების ჩვევა. ტომის მიერ დაუცველი ლაიშის ხალხის დაპყრობა მათი დახვეწილი ტაქტიკის მაგალითია და მათ ტერიტორიაზე კერპის დადგმა აჩვენებს, რომ ისინი სრულად არ იყვნენ ერთგული უფლისადმი. 2 საუკუნის შემდეგ მეფე იროაბამი დანში თავის კერპთაყვანისმცემელი ოქროს ხმოვებიდან ერთ-ერთს იქ აღმართავს. დანი არ არის მოხსენებული გენეალოგიებში პირველ მატიანეში და გამოცხადების მე-7 თავში, ტომების ჩამონათვალში. ეს მათი კერპთაყვანისმცემლობის გამო მოხდა. ეს ცნობილია, ეს ერთ-ერთი დანში ეს დადგმული ხმო ყოველთვის საცდურად ექცა მთელ ერს და იმიტომ იყო დანში, რომ ეს ყველაზე უკიდურესი ჩრდილოეთი იყო. თუმცა, როდესაც ეზეკიელმა ტომების განლაგება აღწერა, უკვე როდესაც აღწერს, მას დანისათვის ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. მას დანისათვის ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. იმიტომ ეზეკიელის აღწერა უკავშირდება უკვე მომავალ ტაძარს და ცათა, ესე ვთქვათ, 1000 წლეულ სამეფოს, ხო? იქ არის აღწერილი ეს ტაძარი და აქ უკვე მოიხსენიება ეს ტომი. ეზეკიელის 42 თავში თუ გადავშილთ პირველ-მეორე მუხლებში ჩვენ ნახავთ ამას. შემდეგ აი ამ ადგილს მოყვება თუ შეატყვეთ თქვენ, როდესაც ლაპარაკობდა მე ველოდი შენს ხსნას უფალო. დაბადების 49-18-ში რაღაც ჩანართი არის. ეს მიანიშნებს, რომ იაკობი უფალთან ურთიერთობაში იყო, როდესაც ის თავის ვაჟებს ესაუბრებოდა. ესე იგი, ნახე, სული წმინდა გადმოვიდა იაკობზე და ერთგვარად ღმერთსაც თხოვს და აქებს, ხომ? მე ველოდი შენს ხსნას უფალო. გასვოთ ხომ ეს ადგილი რო წავიკითხეთ. საინტერესოა ის ამითი ღმერთს განსაკუთრებული ძალას თხოვდა, რათა დაესრულებინა ის, რაც ჰქონდა სათქმელი, ანუ კურთხევა და რაღაცნაირად შეიძლება იმას აკრა, რაღაცა ძალები მოიკრიბა ამ შესთხოვით, ლოცულობდა და ამას წინასწარმეტყველებდა ამას. თუ ის აცხადებდა იმას, რომ უფალი მარადისობაში გამოიძახებდა მას, სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც ხსნა, არის იეშუა, რაც გვაძლევს სახელს იესო ნავეს ძე. იეჰოვა არის ხსნა, ხოლო მისი ბერძნული ფორმა კი არის იესო. ნახეთ, ესე იგი, ესეც აქ გაიჟღერა. შემდეგი არის ნაფთალი, 21 მუხლში, ხო? ერთ-ერთი ძმა. რატომღაც იაკობმა ისაუბრა გადსა და აშერზე, ზილფას ვაჟებზე მანამ, სანამ დანის ძმას ნაფთალს დაელაპარაკებოდა. ამ ტომის მდებარეობა იყო ზებულონისა და ისაქარის ჩრდილოეთ და მოიცავდა გალილეის ზღვას. ზებულონი და ნაფთალი იყო იმ ოლქის ნაწილი, რომელსაც წარმართა გალილეა ერქვა, გახსოვთ ხომ, რომელზეც საუბრობდა წინასწარმეტყველი ესაია. და მე ახალ თქმაში ვხვდებით ჩვენ ამას, ხომ? ესაიას მე-9 თავში ეს არის ნათქვამი. სადაც იესო მსახურობდა, მათეს სახარებაში ამას გაიხსენებს უკვე მათე ესაიადან, მათეს მე-4 თავში, ხომ? წარმართა გალილეა. ნახეთ, ესე იგი ეს იყო ნაფთალისა და ზებულონის ხარე და არავინ არ ელოდა იქიდან წინასწარმეტყველი გამოვიდა და გაითვალისწინებდა რომ ზებულონი და ნაფთალი გამოირჩეოდნენ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობით. ამას ჩვენ საჯულების წიგნის მე-5 თავში კითხულობთ. ფეხმარდი ირმის ანალოგია თავისუფალი სულის მქონე ხალხზე მიუთითებს, რომლებიც ტრადიციებზე არ არიან მიჯაჭვული. ეს ტომი მთიანეთში მდებარეობდა, ამიტომ ეს გამოსახულება გონივრულად იყო შერჩეული, ეს ანალოგია ძალიან კარგად შეარჩია, ხო? მოსე ვთქვა, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ მადლით და სავსენი უფლის კურთხევით. მეორე რჯული, თავი 33. ბოლო წინადადება ის იძლევა სასიამოვნო ლამაზ სიტყვებს და მიანიშნებს, რომ ისინი პოეტური ხალხი იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარი თავის კარგად გამოხატვა. ნაფთალის ხალხი, რომელსაც ჰქონდა უნარი, ირემივით გარბოდა და ლამაზი სიტყვები ეთქვა, იდეალური მაცნეები იქნებოდნენ. ასე რომ როგორც ხედავთ, ბილხას ორი ვაჟი შთამომავლები, როგორც ჩანს, კონტრასტული ხალხები არიან.
დანმა ზურგი აქცია ჭეშმარიტი ღმერთის წმენას და კერპებს მიენდო, ისინი გახდნენ მატყუარა ხალხი, რომლებიც ხვებს ექსპლუატაციას უწევდნენ სასურველის მისაღებად, მაგრამ ნაფთალს ამის წინამდე არანაირი განსჯა არ ჰქონდია. როდესაც ასურელები შეიჭრნენ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში, ნაფთალი იყო ერთ-ერთი პირველი ტომი, რომელიც ტყვე დაიყვანეს და გადაასახლეს. ამას მეოთხე მეფეთას მე-15 თავი გვიყვება. შემდეგი არის ზილფას ვაჟები. ზილფა იყო ლეას მხევალი, რომელიც იაკობს მიეცა, რათა ლეას შობის შეწყვეტის შემდეგ კიდევ რამდენიმე შვილი გაეჩინა. თუმცა მოგვიანებით ლიამ გააჩინა ისაქარი და ზებულონი და დინა. გადი პირველი. მისი სახელი შეიძლება ნიშნავდეს როგორც იღბალს, ასევე რაზმს. ამიტომ ის იორდანის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობის გამო ტრის ჯარებს ადვილად შეეძლოთ მათ ტერიტორიაზე შეჭრა. იაკობმა დაარწმუნა გადელები, რომ არც ერთი დაპყრობა არ იქნებოდა საბოლოო, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც დაამარცხდნენ თავიანთ მტრებს. ეს მუხლი სიტყვასიტყვით ასე იკითხება: რაზმი, ანუ გადი, თავს დაესხმება მას, მაგრამ ის მათ ქუსლებს მიწვდება და დაიპყრობსო. სიკვდილის პირას ყოფ მოხუც იაკობს ჯერ კიდევ შეეძლო შვილის სახელით ეშმაკური სიტყვების თამაში მოეწყო. გადელები დიდი მეომრები იყვნენ, ესაიას იესო ნავესძეს წიგნი ამას გადმოგცეს 22 თავი, მოსემ ისინი შეადარა მამაც ლომს თავის დალოცვაში, რომელსაც შეეძლო მტრებისათვის ხელებისა და თავების დაგლეჯვაც. მეორე რჯულის 33 მოსეს ლოცვაში, ესეა მოხსენებული მე-20 მუხლში. შემდეგი არის აშერი. აშერის სახელი ნიშნავს კურთხეულს ან ბედნიერს. რადგან აშერის ტომმა ვერ შეძლო თავის ტერიტორიების მაცხოვრებლების განდევნა, საჯულების წიგნის პირველი თავი ამას გვეუბნება. ისინი მიწად მოქმედებად იქცნენ და დასახლდნენ ისარგებლეს ღვთის მიერ მათთვის ბოძებული ნაყოფიერი მიწებით. ამასაც ჩვენ იესო ნავესძეს წიგნი მე-19 თავი გვიყვება. მოსემ თქვა, რომ აშერი ძალიან კურთხეული იყო, გულისხმობდა ზეითუნის ზეთის სიმდიდრეს და ქალაქების უსაფრთხოებას. მეორე რჯულის ისე 33 თავში მოსეს ლოცვაში ესეა მოხსენილი. მართლაც აშერის საკვები დიდარი იყო და ტომი განსაკუთრებული დელიკატესებსაც კი ამზადებდა მეფისათვის შესაფერის. შემდეგი არის რახელის ვაჟებზე გადავდივართ. იაკობს არ მორიდები εμის განცხადება, რომ რახელი ეს მისი საყვარელი ცოლი იყო და მისი ორი ვაჟი მისი საყვარელი შვილები იყვნენ. ამგვარი ფავორიტიზმი ოჯახში დიდ პრობლემებს იწვევდა, მაგრამ ღმერთმა მას ეს მიკერძოება მიუტევა, რათა თავისი განზრახვები შეესრულებინა. იაკობმა იოსებზე მეტი ისაუბრა, ვიდრე სხვა ვაჟებზე, მაგრამ ბენიამინზე მას ბევრი არაფერი უთქვია. იოსები იაკობმა სიტყვა აკურთხოს სულ მცირე 6 ჯერ გამოიყენა იოსებთან და იოსებზე საუბრისას. მან იოსები შეადარა ნაყოფიერ ვას, ხეხილის ტოტს, რომელიც წყაროდან იღებს წყალს. პირველი ფსალმუნი. რომელიც კედელზე იზრდება. სწორედ იოსები წაიყვანეს სახლიდან და ეგვიპტეში დასახლდნენ, ხოლო სიტყვა ნაყოფიერი მიუთითებს მის ვაჟზე, ეფრემზე. ტომის დამაარსებელზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და გააფართოვა თავისი ტერიტორია. ამასაც იესო ნავესძეს მე-17 თავი განმოგცემს. არც იოსები და არც მისი ვაჟები ვერ შემოიფარგლებდნენ რაიმე საზღვრებითა და ბარიერებით. იაკობმა გამოიყენა მშვილდოსნების ხატი იმ ტანჯვის აღსახწერად, რომელიც იოსემმა განიცადა თავისი ძმებისა და ბატონის ხელით ეგვიპტეში. წმინდა წერილში ისრების სროლა ზოგჯერ ტყუილის თქმისა და სიძულით სავსე სიტყვების თქმის ტოლფასია და ხატი არის. ამის ანალოგია. ამას ჩვენ ფსალმუნების 56 თავში კითხულობთ, 63 ფსალმუნში კითხულობთ, იგავების წიგნის 25, 26-ში, ასევე ერემიაც ასევე გადმოცემს ამ ანალოგიას. მე-9 თავში ერემის მე-8 მუხლში. იოსების ძმებს არ შეეძლოთ მასთან თავაზიანად საუბარი. გახსოვთ 37 თავში ესე აღწერილი და მამამისაც კი მოატყუეს მის შესახებ, ხოლო პოთიფარის ოლმა ცრუ ბრალდება წაუყვანა იოსებს და ციხეში ჩაასმევინა ის. ამიტომაც ნახეთ, მოისრეები ამათში იგულისხმება ეს სიცრუე, როცა ანალოგია ყო ისრებთან შეედარებული და მოისრეები. მართლაც მშვილდოსნება დაუნდობლად ესროლეს უდანაშაულო ახალგაზრდას, მაგრამ იოსებს უკან არ უსროლია. არამედ ღმერთმა გააძლიერა იგი, რათა მისი სიტყვები ყოველთვის ჭეშმარიტი ყოფილიყო და სწორედ ამ პატიოსნებამ განაპირობა საბოლოოდ მისი ციხიდან განთავისუფლება და ქვეყნის მეორე მმართველად ამაღლება. თუმცა შვილი ისრების მითითება სცილდება სიცრუისა და ტყუილის ანალოგიას. ის ასევე გვახსენებს ეფრემის კაცების სამხედრო უნარს მსაჯულების წიგნის მე-8 თავში და მე-12 თავშიც ასევე აღწერილია ეს უნარი. იესო ნავესძე მე-17 თავში ზუსტად იმას იყენებს უკვე პოზიტიური თვალსაზრისით შვილისრების გამოყენებას. იაკობმა ანალოგიას. იაკობმა უფლის კიდევ 3 განსაკუთრებული სახელი გამოიყენა. იაკობის ძლევამოსილი და მწყემსი და ქვა უწოდა. იეჰოვა
იმსახურებს იაკობის ღმერთის წოდებას და როგორც ძლიერი ღმერთი ის ზრუნავდა იაკობის საჭიროებებზე. ეხმარებოდა მას რთულ საქმეებში. გახსოვთ 31 თავში როგორ დაეხმარა ღმერთი იაკობს და იხსნიდა ხოლმე მას ნებისმიერი საფრთხისაგან. იაკობმა უკვე მოიხსენია უფალი, როგორც ღმერთი, რომელიც მწყემსავდა მას. რადგან თავად იაკობი მწყემსი იყო, მან კარგად იცოდა თუ რას ნიშნავდა ცხვრის მოლა. ღმერთის როგორც მწყემსის კონცეფცია ჩვენ ხშირად ხვდება წმინდა წერილში. ამას მე ფსალმუნე 22 თავში ცნობილ ფსალმუნში გადმოცემს, მე 79 ფსალმუნი ესე აღწერს, 99 ესაია აღწერს მე 40 თავში, ეზეკიელი კიდე 34 თავში ღმერთს როგორც მწყემსად და კულმინაციას აღწერს ეს იესო ქრისტეში, კეთილ მწყემსში, რომელსაც თავის სიცოცხლე გასწირა ცხრებისათვის. გახსოვთ იონეს სახარების მე-10 თავში ის ადარებს თავის თავს მწყემს. ქვა კლდე ისრაელის ღმერთის კიდევ ერთი ნაცნობი ანალოგიაა. ამას ჩვენ მეორე რჯულში 32 თავში ხვდებით, ასევე ხვდებით პირველ მეფეთაში მეორე თავში, მეორე მეფეთა 22 თავში და ასევე მიუთითებს ქრისტეზე ფსალმუნებში 117 და მათეს სახარებას 21. მოციქულთა საქმეების მე-4 თავში, პირველ კორინთელთა მე-10 თავში, პავლე ასე აღწერს და პირველი პეტრეს მეორე თავში. კლდეს. როდესაც ქვაზე, კლდეზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ ძალა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ღმერთმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტი უზრუნველყო იაკობისთვის, მისი რთული მიწიერი პილიგრიმობისა და ხიზნობის დროს. იაკობი დაპირდა იოსებს, რომ ღმერთი მის შთამომავლებს კურთხევას მიცემდა მიწაზე, რომელსაც ისინი დაამუშავებდნენ. ზემოდან ზეცით წვიმის გამოგზავნით და ქვემოდან მიწაზე ნაკადეულების უზრუნველყოფით. მეორე რჯული 33 მოსეც თავის ლოცვაში იგივეს იმეორებს. ის ასევე დაპირდა მის ხალხს ნაყოფიერებას, რათა ტომი გამრავლებულიყო ღვთის დიდებისათვის. ოსიას მე-12 თავში ჩვენ ამას გვითხულობთ. ეფრემი და მენაშე ისრაელის მნიშვნელოვანი ტომები იყვნენ. სინამდვილეში რეალურად ხომ ჩრდილო სამეფოს ხშირად ჩვენ ნახავთ წმინდა წერილში, რომ ეფრემად მოიხსენიებენ. ეფრემს უწოდებენ, ეფრემის ტომი. ჩრდილო სამეფო წარმოიდგინეთ, თუ იუდა არის სამხრეთი, ეფრემად მოიხსენებენ ჩრდილო სამეფოს. ამას ესაია აკეთებს მე-7 თავში და ოსია მე-13 თავში. ღმერთმა უხვად აკურთხა აბრაამი და აბრაამა თავის სიმდიდრე ისააკს გაუყო, რომელმაც თავის მხრივ ის იაკობს გადასცა. თუმცა იაკობის შრომის მოყვარებამ ეს სიმდიდრე კიდევ უფრო მეტ სიმდიდრედ აქცია. ამგვარად თაობიდან თაობამდე სიმდიდრე იზრდებოდა და უფლის კურთხევის წყალობით თითქმის აავსო მიწა თებამდე. და ასე აღწერს მას, ხომ? თუმცა მემკვიდრეების რიცხვიც გაიზარდა და ახლა უკვე 12 ვაჟი იყო. თუმცა იოსები პირშო გახადა რეუბენის შემდეგ და მისი ორი ვაჟი ამ მემკვიდრეობასაც გაიზიარებდა. შემდეგი არის ბენიამინი, სულ უმცროსი, სულ პატარა, ისევ რახელის უმცროსი შვილი, რომელსაც გადაყვა რახელი მშობიარობას. თქვენი ფიქრებდით, რომ იაკობი სავარაუდოდ ამ შულზე მეტ სიტყოდა თავის უმცროს ვაჟზე ბენიამინზე, მისი მარჯვენის ხელის ძეზე, მაგრამ მისი სიტყვები ცოტა და გაუგებარი იყო. რატომ უნდა შევადაროთ ბენიამინი მტაცებელ მგელს, რასაც იაკობი ამბობს, ბენიამინის კაცები მამაცები იყვნენ და სისერას დამარცხებაში დაეხმარნენ. საჯულების მე-5 თავი ამას აღწერს, მაგრამ როდესაც კითხულობთ ბენიამინის ტომის ისტორიას უკვე საჯულების მე-19, მე-20 თავებში, თქვენ ხედავთ მართლა მტაცებელ მგელს მოქმედებაში. საული ისრაელის პირველი მეფე ბენიამინის ტომიდან იყო. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან არაერთხელ სადა დავითის მოკლა პირველ მეფეთა მე-19-ში შუბს რო ესროლის და მიაჭედებს იმაზე, იცით ხომ, უნდა და მიეჭედებინა და მოეკლა დავითი და კედელს მოხვდება. და კედელს იმას ჩაეჭიდება ეს შუბი და დაუნდობლად მოკლა ყველა სამღვდელო გვარი ქალაქ ნოფში. გასვოთ ხო, როცა დავითს ეძებს და დავითს გაურბის, ხომ? იქ მისი ბრძანებით ამოწყვიტავენ თლიან ამ საგვარეულო სამღვდელო გვარს. ეს არის უკვე პირველი მეფეთას მე-22 თავში აღწერილი. სხვა ბენიამინელები, რომლებიც ასევე სისათით იყვნენ ცნობილი, იყვნენ აბნერი, ეს იყო, იცით, თანაშემწე, საულის თანაშემწე აბნერი, მეორე მეფეთა მეორე თავში, შება, ესაც ბენიამინელი იყო მე-20 თავში და შიმეი, ეს უკვე მე-16 თავში არის მეორე მეფეთაში აღწერილი. და ალბათ ყველაზე ცნობილი ტარსუსელი ბენიამინელი იყო ტარსუსელი საული.
გახსოვთ რომაელთა მე-11 თავში ის ასე აღწერს თავის იმას შთამომავლობას, თავის წარმომავლობას და ფილიპილთაში დეტალურად აღწერს, რომელიც მართლაც რომ გარეულ ცხოველს გავდა, როდესაც ის ეკლესიას დევნიდა და ქრისტიანებს ეძებდა, რათა ისინი დაეპატიმრებინა. აღსანიშნავია, რომ მოსეს სიტყვები ბენიამინის შესახებ არაფერს ამბობს ასეთი ცხოველის სასტიკ საქციელზე, როცა 33 მეორე ჯულის 33-ში მოსე ლოცავს იმას. საოცარია, ხო? ამის შემოქმედად მოსე მას უფლის საყვარელი უწოდა და მუდმივ დაცვა აღუთქვა ღვთისაგან. სინოდში ბენიამინი მის ხარეს შორის იცხოვრებდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ზურგზე ან გულზე ატარებდნენ. როდესაც ერი გაიყო სოლომონის გარდაცვალების შემდეგ, ბენიამინის ტოვი დავითის ტომის ერთგული დარჩა და იუდასთან დარჩა. იცით ხომ, ყოველთვის მოიხსენებოდა ერთად. სიმონი აიზილა და სიმონი არ იხსენიება ამ ტომში, აითქვიფა, მაგრამ ბენიამინი ხშირად იგულისხმებოდა და ზუსტად ბენიამინელები იყვნენ, რომ დავითსაც ესე იგი შეაჭიროებენ და ეხმარებიან კიდევაც, ხო? და ერთად მათ შექმნეს იუდას სამხრეთ სამეფო. ეხლა ყველა ვაჟი ერთად 22 და 33 მუხლში ამ თავის ესე მოიხსენიება. იაკობის მიერ თითოეული ვაჟისათვის გაკეთებული განცხადებები მათ დაამახსოვრდებოდათ და წლების განმავლობაში ისინი განუმეორებდნენ მათ თავიანთ ოჯახის წევრებს. დროთა განმავლობაში ისინი დაინახავდნენ ახალ და უფრო ღრმა მნიშვნელობებს ამ განცხადებებში და დააფასებდნენ იაკობის მიერ უფლისაგან მიცემულ დაპირებებს. მაგრამ მოხუცის ბოლო განცხადებები საკუთარ თავზე იყო და არა მის ვაჟებზე, რადგან მას სურდა, რომ მათ გარანტია მიეცათ, რომ მას მახპელას გამოქვაბულში დამარხავდნენ, სადაც მისი ოჯახის 5 წევრის ცხედარი იყო დასვენებული. აბრაამის გამოქვაბული სარა სამარხად შეიძინა, გასოთ დაბადების 23 თავში წავიკითხეთ, მაგრამ წლების განმავლობაში ისააკი, რებეკა და ლია იქ იყვნენ დამარხულნი და ახლა იაკობი მათ შეუერთდებოდა. ის უკვე ესაუბრა ამ საკითხზე იოსებს, ჩვენ ეს წინა თავებში წავიკითხეთ, ამიტომ მან იცოდა, რომ მის თხოვნებს იოსები შეასრულებდნენ, მაგრამ მას სურდა, რომ უკვე ყველა მის ვაჟს სონოდა თავისი დანაბარები და მათაც ეკისრებოდა თუ ახსოვსგებლობა, რომ დამორჩილებდნენ მის უკანასკნელ ცნებებს და პატივისცემა გამოეჩინათ მამის მიმართ. ამ სიტყვებით იაკობის ხანგრძლივი და რთული ცხოვრება სიცოცხლე დასრულდა. მან გაიარა თავისი ბოლო მოგზაურობა, თავის შვილებს მისცა უკანასკნელი კურთხევა და გაუზიარა თავისი უკანასკნელი თხოვნაც დასაფლავის შესახებ მათ. მასი საქმე დასრულდა და მან სული განუტევა და გარდაიცვალა. მან გახსოვთ, რომ მხოლოდ თავისი კვერთხით გადაკვეთა იორდანე მრავალი წლის წინ. ახლაც კი მას ეს კვერთხი თავისთან ჰქონდა, როცა ამ ცხოვრებიდან მეორე მხარეს მარადისობაში გადავიდოდა. ებრაელთა წერილი მე-11 თავი 21 მუხლში ესე ახასიათებს. რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ზევი და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანისცა ღმერთს. ანუ ის ბოლომდე ამ წუთისოფლის პილიგრიმად და ხიზნად დარჩა. ის ერთგული იყო ამ სახელწოდების გასოთ, როცა ჩამოთვლილი იყო ბიბლიური გმირები, თუ ვის რა თვისებები ჰქონდა. ეს იაკობი დახასიათა როგორც პილიგრიმი, ანუ მოხეტიალე და ხიზანი. როცა ყველანი თითქმის მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ პატრიარქები, მაგრამ განსაკუთრებით იაკობს მოუწია ამის განცდა, იცით, ეგვიპტეშიც მოუწია ჩასვლა და იქ ცხოვრება. ესე დასრულდა ჩვენი ეს თავი და შენიშვნების შემდეგი არის. ფრაზა უკანასკნელ დღეებში ნიშნავს მომავალ დღეებში. ზოგჯერ წმინდა წერილში ძალიან საინტერესო შეხოთაშორის ეს მითითება. ზოგჯერ წმინდა წერილში უკანასკნელი დღეები ეხება იესო ქრისტეს დაბრუნებამდე არსებულ დღეებს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. გესმით, ესე იგი, ნახეთ. როდესაც ამბობენ უკანასკნელ დღეებში, ეს ნიშნავს, რომ იესოს მეორედ მოსვლა არის მოახლოებული. მაგრამ ამ შემთხვევაში ესა უბრალოდ მომავალ დღეებზეა ლაპარაკი, რაც მათ ელისთ. იმიტომ რომ მერე და მერე ხედავთ მოსეს დროს უკვე ნახეთ დალოცვა შეიცვალა კიდევაც ზოგიერთის, ხო? მეორე ისაქარი და ზებულუნი ლეას მეხუთე და მეექვსე ვაჟები არიან, მაგრამ ისინი დაიბადნენ მას შემდეგ, რაც ბილხამ და ზილფამ თითოეულ ორ-ორი ვაჟი გააჩინა. იაკობმა ისაქარი და ზებულუნი ლეას პირველ 4 ვაჟთან ერთად შეიყვანა, მაგრამ რატომღაც მათი დაბადების თანმიმდევრობა შეცვალა. მესამე, მოსე როგორც ჩანს შეშფოთებული იყო რეუბენის ტომის მომავლით და ამიტომაც ასე ილოცა მისთვის. ხედავთ, ნახეთ როგორც გითხარით, მოსეს ლოცვა რო განსხვავდება, ხო, იაკობის ლოცვა. იცოცხლეს რეუბენმა და არ მოკვდეს. ნუ იქნება მისი ხალხი მცირე რიცხოვანი. ნახეთ, მეორე რჯული 33 თავში, ესეც საინტერესო ლოცვაა, რომ წაიკითხოთ მეორე რჯულის 33 თავში მოსეს ლოცვა. მეოთხე, სიმონისა და ლევის მიერ ხარების
გამოშიგნის შესახებ ნათქვამი მე-6 მუხლში აჩვენებს თუ რამდენად სასტიკები იყვნენ ეს ორი ძმა, რადგან უტყვი ცხოველები ნამდვილად არ იყვნენ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მათ დას დინას დამართეს შექემელობა. სხვათაშორის მე როცა ვკითხულობდი ამას, მე ეს ვერ დავაკავშირე რომ ეს შექემში მომხდარა. ნახეთ, აი ვორენ უილსი გვეუბნება რომ ეს ამბავი ხარის გამოშიგნა, მე მეგონა ცალკე მოვლენა იყო ეს სადღაც სხვა დროს, როცა იაკობმა გაიგوان შეესწრო, რომ ხარი ესე დაუნდობლად გამოშიგნეს. თურმე აი ამ პერიოდს მიუთითებენ შექემელების ამოწყვეტის დროს, როცა ამოწყვეტეს, ეს ხარებიც გამოუშიგნიათ ესე. ესმით, ერთგვარი დაჟა იყო მათ მხრივ ცხოველებისაც. და ვორენ უილსი ამბობს ამ შენიშვნაში, მე-4 შენიშვნაში, ღმერთს განსაკუთრებული ზურმა მაქვს ცხოველების მიმართ და ჩვენც უნდა ვიყოთ ფრთხილად თუ როგორ ვექცევით მათ. ლევიტელთა მითითებებში, ლევიტელთა წიგნის 22 თავში მითითებულია ცხოველების მოქცევა, ხო? გასულ როცა ვინმე ნახავდა დავრდომილ და უცხო იმას, რომ ესე არ დაეტოვა ცხოველი, წაეყვანა სახლში, მოეხსნა ტვირთი, და ამას მე ჩვენ ოთარანთქრუში წხვდებით, თუ იცით ეგ ოთარანთქრუში გიორგი რას აკეთებს, ხო? ასევე მეორე ჯულის 22 თავში გამეორება ცხოველების შესახებ, ასევე ფრინველის რო ნახავდნენ, ხომ, რომ ბარტყები წამოესხათ, ხომ და არ იმასაკრათ თლიანად დედა დაეცვათ. ესეც არის მითითება. ასევე ფსალმუნები 35 თავში, 35 ფსალმუნში, მე-6 მუხლში, 103 ფსალმუნში, მე-10 და 30-ში იონას ისტორია, გახსოვთ იონას წინასწარმეტყველი როცა იგზავნება, ხომ? ღმერთი ეუნება იონას, რომ მე დავინდე იქ ცხოველებიცო. ლაპარაკია, როდესაც ასირიაში ნინევიას ამოწყვეტას და გაჟელეტას რო თხოვდა იონას უნდა რომ არ გადარჩენილიყვნენ ისინი. და ღმერთი ახსენებს, რომ იქ ძალიან ბევრი ცხოველიც იყო და მე დავინდე ისინიო. ასე რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს ცოცხალ არსებებსაც. ამას ამბობს ვორენ უილსი ამ შენიშვნაში. მე-5 შენიშვნა, იუდა ისკარიოტელიც იგივე სახელს ატარებდა. დიახ, ჯუდას რო ამბობენ, ხომ? იგივე სახელი ჰქონდა. ივდითიც სხვათა შორის ეს სახელია, ხო? ივდითი. იქიდან მოდის იუდადან. მაგრამ თავისი ცოდვებით გასვოთ იუდამ როგორ შეურაცხყო ეს სახელი და მართლაც ძალიან დაამახინჯა, რომ იუდა ჯუდას ჩვენ ხვდებით ინგლისურში, მაგრამ ჯუდას ვერ არ ხვდებით, რომ იცოდეთ. და ივდითიც ბევრია სახელები ინგლისურ სამყაროში. ჯედასაც ხვდებით ინგლისურში და ალბათ ისრაელში და ებრაელები იუდას ისევ არ ქმნიან შულს, იმიტომ რომ იუდას და იუდას ისტორიას ეგენი არ ცნობენ. მე-6 5 ტომი გარკვეულწილად ასოცირდება ცხოველთა სამყაროსთან. ნახეთ, 5 ტომი გარკვეულწილად ასოცირდება ცხოველთა სამყაროსთან. იუდა ლომზე იყო შედარებული, ისაქარი სახედარზე ვირზე, დანი გველზე, ნაფთალი ირემზე, ფეხმარდი ირემი გახსოვთ და ბენიამინი მგელზე, დაცებელ მგელზე. მე-7 ისეთი გმირები როგორიც არიან დებორა, იესონავეს ძე და სამუელი ეფრემის ტომიდან იყვნენ, ხოლო გედეონი იფთახე მენაშედან. ესეც რო იცოდეთ, ხო? თუ არ იცოდით, დებორა ეფრემი, იმიტომ რომ ეფრემი უკვე აქ ეფრემი გვევლინება ლიდერად და ყველაზე მაგრა გამრავლდებიან ეფრემელები. ძალიან მენაშეც გამრავლდება, მაგრამ ეფრემი უფრო, იმიტომ მენაშე ნახევარი აქეთ დარჩება, იცით ხო? მენაშეს ნახევარი ტომი. და ეფრემი ძალიან გამრავლდება. და დებორა, ესე იგი იესონავესზე სამუელი. იესონავესზე ისეთი ლიდერი იყო, რომელიც 12 მზვერავი რო წავა, ხომ? გახსოვთ, ხო? ესე იგი იგი იქნება ერთ-ერთი, რომელიც რწმენაში არ შეირყება და ძალიან ძლიერად წარმოაჩენს და ამიტომაც დაფასდება, ხომ? იესონავესზე არ შორდებოდა მოსესაც და უერთგულა ბოლომდე. ასე რომ ეფრემის ტომიდან, ხოლო გედეონი, გახსოვთ, გედეონი ესეც ცნობილი მსაჯული არის და იფთახე, გახსოვთ, იფთახე ძალიან საინტერესო პიროვნება იფთახე. შეგიძლიათ წაიკითხოთ საჯულებში ამ ისტორია, მენაშეს ტომიდან იყვნენ. მერვე შენიშვნა, ბენიამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შთამომავალი იყო ეჰუდი, საჯულებიდან, რომელმაც მოკლა ეგლონი, გახსოვთ, ცაცია იყო ეჰუდი. საჯულების მე-3 თავში კითხულობთ ამას, ხომ? ბენიამინი ნიშნავს ჩემი მარჯვენის ხელის ძეს, მაგრამ ბენიამენელი ეჰუდი მემარცხენე იყო, ანუ ცაცია, ხედავთ? ესე იგი, ჩემი მარჯვენის ძე ხო არის, ესე არის აღწერილი ბენიამინი, მაგრამ ბენიამენელი ეჰუდი მემარცხენე იყო და ცაცია. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ცაციები ბენიამინის ტომში ძალიან მაგრა ფლობდნენ შურდულს, ეგეც არის, რომ თმის ბეწსაც კი ახვედრებდნო. საჯულების მე-20 თავში ეს არის კიდე აღწერილი.
მეცხრე შენიშვნა ლუკამ თქვა რომ საულმა ეკლესია დაანგრია ესე იგი ლუკა არის ავტორი მოციქულთა საქმეების და იქ აღწერს რომ საული არბევდა და ანგრევდა ხო ეკლესიას ესე იგი როცა ლაპარაკობ მგლურ თვისებებზე ბენიამინის ტომების მოციქულთა საქმეების მერვე თავში არის ეს აღწერილი სიტყვა რომელიც აღწერს ცხოველს რომელიც მსხვერპლს ანადგურებს იესომ კი თქვა რომ საულს გახსოვთ რა შეუნება როცა გამოეცხადება იესო გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა რაც გულისხმობს ფერმერს რომელიც ცხოველს აკავებდა მისი კონტროლის მიზნით ნახეთ პავლეს მიერ მოქცევამდელი ქცევის შესახებ გაკეთებული განცხადებებისათვის იხილეთ მოციქულთა საქმეები 22-ში როცა ის ყვება თავის ისტორიას ასევე მე-19 მუხლები 22 თავის მე 26 თავის იქაც ყვება თავის ისტორიას მე-9 და მე-10 პირველ კორინთელებში ყვება მე-15 გალატელებში პირველ თავში და ასევე ფილიპელთაში მე-3 თავში პირველ ტიმოთეში პირველ თავში ეს არის ყოველთვის იხსენებს თავის მოქცევამდე ცხოვრებას. აი ეს იყო ეს ჩვენი 36 ნაწილი, რომელმაც აღწერა დაბადების მე-59 თავი. მომავლის მქონე ოჯახი. მადლობა მოსმენისათვის.